Saakashvili დაიწყო ომი და არასაკეთს არ გამოვა. ეს იქნება საქართველოს დადანაშაულება. ეს უნდა იყოს ძალიან კარგად გასაგები. Saakashvili იყო მთავარსარდალი. ყველა მხრივ აღიარებული პრეზიდენტი. ჩვენი მხრიდანაც, დღევანდელი ქოცევის მხრიდანაც, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არავის არასდროს არ უთქვამს, რომ Saakashvili არ იყო პრეზიდენტი. მას ჰქონდა ჩვენი საზოგადოებისგან მინიჭებული ლეგიტიმაცია, მიიღო ის გაწყვეტილება, რაც მიიღო. მას ჰქონდა ლეგიტიმაცია ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის სახელით. მისი გაწყვეტილება ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის გაწყვეტილებად ითვლება. რაც უნდა იგულისხმებოდეს ამის უკან. ამიტომ შენ თუ ამბობ, რომ Saakashvili დაუშვა დანაშაული, თუ Saakashvili დაიწყო ომი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დაუშვა დანაშაული და საქართველოს დაიწყო ომი. მოგწონთ თქვენ, ეს არ მოგწონთ თქვენ, ასე. Saakashvili ბევრ რაღაცაში იყო დანაშაული. შეიძლება და ჯარი უფრო ძლიერი ყოლოდა. შეიძლება და გენერლები უკეთესი ყოლოდა. სხვა პოლიტიკური გაწყვეტილებები მიიღო. მათ შორის ისეთი, რომელიც მინიმუმ ამერიკელების თუ ევროპელების უფრო მკაფიო დახმარებას გამოიწევდა. ამ რაღაც სიტუაციას გრძელვადიან შეცვლიდა. იგი ერთნეთის ბაზარების დახურვა მართლა დანაშაული იყო. პრობლემა ეს არის, რომ თუ კოცები მიიჩნევენ, რომ ის დანაშაული იყო, თვითონ რატომ არ აღადგენს ერთნეთის ბაზრობა? ანუ რა მსგავსია? აფხაზეთის საზღვართან რატომ არ გვაქვს აღდგენილი ბაზრობა? რატომ ვიჭერთ ჩვენივე მოქალაქეებს სიგარეტის კონტრაბანდისტვის? რატომ არ ხდება გაქნებული კონტრაბანდა? კოცები ხო ამას აკეთებენ, იგივეს აკეთებენ რაც ნაცები. ოღონდ კიდე უფრო სასტიკად. ხვდებით რა დონის როგორ ცდილობენ გამოაკლიაონ ხალხი. თორე თუ ერთნეთის ბაზრობა ის დახურვა იყო დანაშაული და მე ამაში ვეთანხმები. მაშინ თუ კოცი ხარ, ხო უნდა ითხოვდე რომ რატომ არ აღადგინეთ რამე მსგავსი? რატომ სადმე ცხინვალთან ახლოს არ გახსენით ახალი ბაზრობა? გალთან ახლოს არ გახსენით ახალი ბაზრობა? რატომ დგას ჩვენი პოლიცია და ფაქტობრივი, რასაც იმაზე ოკუპაციის ხაზს რო ეძახიან, ფაქტობრივ საზღვარგარეთ რატომ აქცია ქართულმა ოცნებამ, თავისივე პოლიციელები. გადარეული ანტიმიშისტი, რომელსაც ვერაფერს ვერ ხედავს გარდა მიშას ლანძღვის და იგივენად უიმედოა, როგორც გადარეული ანტიბიზნესისტი, რომელიც ბიზნეს ლანძღვის გარდა არაფერს ვერ ხედავს. ეს ხალხი უიმედოები არიან. მე მათზე ხელი მაქვს ჩაქნეული. აი უბრალოდ არა, ტვინი მოიწამლა, всё და არ მაღელებს ეს ხალხი. მე მაღელებს ყოველთვის ის ადამიანს, რაც აზროვნება ჯერ კიდევ შეუძლია და აი მარტივია. ეთანხმებით კოცებს, რომ ერთნეთის ბაზარი არ უნდა დაეხურათ, მაშინ უნდა ლანძღოთ დღე-დაღამე კოცები, რომ ერთნეთის ბაზარი არ აღადგინეს და რომ პოლიციელები დგანა და ვესწრით ჩვენივე მოქალაქეებს, ვისაც სიგარეტის კონტრაბანდა გადმოაქვთ. ერთნეთის ბაზარი ხო კონტრაბანდა იყო თავისი ბუნებით და კარგი იყო და სწორი იყო. გამომარჯოს კონტრაბანდას, იმიტომ რომ საბაჟო გასაუქმებელია თავიდან ბოლომდე. დებილობა, არქაული, ყველაზე დეგენერატული გადასახადია ტარიფები. ვაჭრობის შეზღუდვა არის იდიოტობა, ხვდებით? ამიტომ კონტრაბანდა კარგია, შემოიტანეთ რაც გაგიხარდებათ. აი, ვაფშე არ უნდა წმუდავდეთ. და აფხაზებს უნდა ვეპრობოეთ, როგორც ჩვენ მოქალაქეებს, როგორც ჩვენ მოქალაქეებს შეუძლია ქუთაისიდან გურჯაანში ჩაიტანოს უპრობლემო პროდუქტი, ისე უნდა იყოს შესაძლებელი სოხუმიდან ჩამოიტანო თბილისში რაღაც პროდუქცია. და არავინ არ უნდა ხვდებოდეს ამ ადამიანს, არ უნდა ამოწმებდეს გზაში. ასე უნდა იყოს მოწყობილი თუ ის მართლა ჩვენი ტერიტორია გონია და ჩვენი ხალხი გონია. ხო და აი ამაშია საქმე. თქვენ ეთანხმებით სულუკიანის კომისიას ერთნეთის ბაზარზე, მაშინ გალანძღეთ კოცები, საკაიფოდ გალანძღეთ, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ 13 წელი და არ გაუკეთებიათ. ასეთი ბევრია, ხვდებით? და აი ამიტომაც დაფიქრდით და ისე მიიღეთ გაწყვეტილება.